წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, სახმართმოყვარეობას აყოლილი ადამიანი ან საკუთარ თავზე შეყვარებულია და მაშინის სულელია, ან სურს სხვებს უყვარდეს და მაშინის გარყვნილია. სამოსი ყველა დროში ადამიანის მსოფლმხედველობასა და ტრადიციას გამოხატავდა. როცა ტანისამოსის წარმოქმნაზეა საუბარი, მხედველობიდან არ უნდა გამოგვჩეს მისი სულიერი არსი და დანიშნულება ადამიანისათვის. ადამი და ევა სამოთხეში მადლით ნათელმოსილები იყვნენ, როგორც სხეულით, ისე ცნობიერებით. ამიტომ არ იყვნენ უნებადნი. მათ ცოდვის ჩადენისთანავე იგრძნეს საკუთარი სიშიშვლე და სირცხვილი. ტანისამოსი დასტურია ჩვენი დაცემული ბუნებისა. თამდაბლური საფარია, რომელიც გვახსენებს, რომ არ ვართ ცოდვებისგან თავისუფალი. ბიბლიაში საოცარი სამი სიტყვას წერია, ადამიანი ცოდვით რო დაეცა და სამოთხიდან განიდევნა, კიდეც შეეშინდა, კიდეც შესცივდა და კიდეც მოშივდა. აი ამ სამი სიტყვის უკან ძალიან დიდი ემოციები იფარება და ერთ-ერთი თუნდაც ეგ არის, რომ შესცივდა მას. ესე იგი დაკარგა რაღაცა დიდი მადლი, დიდი ნათელი, დიდი სიკეთე, დიდი ენერგია და ამის სანაცვლოდ მას არაფერი ჰქონდა. და აი აქ შემოდის უკვე ხელოვნური სამოსი, ანუ ჩვენს მიერ მოგონილი სამოსი და ჩვენ ვიმოსებით და ჩვენ ვმალავთ, თუ ჩვენ ბიბლიურ სიტყვას ვიტყვით ადამისა და ევას სიშიშვლეს, ჩვენ ვმალავთ იმ ცოდვის შედეგებს, რომელიც ჩვენ გარკვეულ დროს ჰქონდა. ესე იგი სამოსი გარკვეულწილად ეს არის ადამიანის სანაცვლოდ, რაც მან დაკარგა. სამოთხეში მან დაკარგა დიდი მადლი და სანაცვლოდ შეიმოსა სამოსით. სამოსი გარკვეულწილად გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას. რა მდგომარეობაა ჩემში, საერთოდ რა ხდება ჩემში, ესე იგი ვინ ვარ მე, როგორი ვარ მე, ამის წაკითხვა ზოგადად შეიძლება სამოსით. წინათ იყო ესეთი ტენდენცია, რომ ადამიანები იმოსებოდნენ რაღაცა გარკვეული რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, სტერეოტიპულად, ანუ ქალს ეცვა მხოლოდ კაბა, მხოლოდ თავსაბურავითაც დადიოდნენ. მამაკაცებს ჰქონდათ რაღაც ხაზგასმული კაცური ჩაცმულობა. დღევანდელი ტენდენცია არის ის, რომ მაინც ახალგაზრდობა ცდილობს, რომ მოდას არ ჩამორჩეს. ამიტომ არჩევს იმ გვარად თავის სამოსს, რომ მოდურად გამოიყურებოდეს პირველ რიგში და ხშირ შემთხვევაში არ აქცევენ ყურადღებას თუ რამდენად თუ ხდება მას ეს სამოსი. ბოროტი ძალა ყოველთვის ცდილობს შეეწინააღმდეგოს და შეებრძოლოს ჭეშმარიტებას, სიწმინდეს, ტრადიციულ ფასეულობებს. ეს ბრძოლა მრავალნაირია. ერთ-ერთი უმთავრესი, რომელთაც დღეს მაცდური სული უპირისპირდება მორწმუნე ადამიანს, რუშობის ცოდვაა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარეკლამო კლიპები, სერიალები, პოდიუმები. ხშირად არასწორი ქცევის მიზეზი თავისუფლების ცდარი გაგებაა. ავხორცობა სულს იპყრობს. გონებას ათრობს, ნებისყოფას ადუნებს და ჩვენც მაშინვე წყურია ცოდვა. სწორედ არასწორად გაგებული თავისუფლების გამო, თანამედროვე ქართველი ქალების უმრავლესობა გამომწვევ ტანსაცმელს ატარებს. მოკლე კაბა, ღრმა დამოჭრილი გულისპირი, ვიწრო შარვანი. ეს ცოდვის პროვოცირება უფროა ვიდრე ტანისამოსი. ქართულ ქალში საუკუნეების მანძილზეა ჩადებული ზნეობრივი ქცევა. ტანსაცმელი კი ურცხვი ქალისა აცვია, რომლის მიზანია უცხოთა მზერამ შეაფასოს მათი ქალური მომხიბვლელობა. ჩვენ ვიცით თანამედროვეობაში, რომ გაშიშვლების მრავალი მცდელობები არის მასობრივად და არაგონივრულად და ასე შემდგომ. და ასეთი რამ ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვთქვათ, ღმერთი არის დავიწყებული. ცოდვა როდესაც შედის ადამიანში, ადამიანს უკვე ერევა შინაგანი სამყარო. და ეს აუცილებლად გამოიხატება მის, ვთქვათ, ჩაცმულობაზე. ქალურობას სულხან სავა ორბელიანის ლექსიკონი ასე განმარტავს. ქალურობა ეს კდემამოსილი და მოკრძალებული ქცევაა. ქალურობა ეს პატიოსანი შვილების აღზრდაა. ქალურობა ეს უღალატო და ერთგული ცოლობაა. ჯერ კიდევ ტერტულიანი ამბობდა, რომ ქრისტიანისათვის საკმარისი არ არის იყოს უბიწო. იგი უნდა გამოიყურებოდეს კიდეც უბიწოდ. იგი იმდენად წმინდა და უბრალო უნდა იყოს, ეს ყველაფერი მისი გულიდან გარეგნობაზე და სამოსეც გადმოდიოდეს.
ფაქტიურად ორიენტირებულია იმაზე, რომ მხოლოდ თავისი გარეგნობით, მხოლოდ თავისი აი ამ წარმომადგენლობითი, ჩაცმულობით და თავისი აქსესუარებით იყოს ყურადღება მისაქცევი. არ შეიძლება რომ კაბა საერთოდ არ უხდებოდეს ვიღაცას და უხდებოდეს მარტო შარვალი. ეს არის მისი დაყენება, მისი აზრი. შარვალში ქალი ვერ იქნება იმდენად ქალური და მომხიბლელი, როგორც კაბაში შეიძლება იყოს ან ქალურ სამოსში. ის თვისება, რომელიც მანდილოსანშია, ვერსად ვერ იპოვის ადამიანი. ეს საოცარი სინაზია, სიფაქიზე, სიწმინდე, რომელიც უნდა ატაროს აუცილებლად ადამიანმა და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს. და აი იგივე მანდილოსანმა თქვა ეს თავისი სათქმელი სიტყვა უნდა თქვას ამ ქვეყანაზე უნდა მოიტანოს სიწმინდე. კითხვაზე რატომ აცვიათ გამომწვევად? პასუხი მარტივია. მათ არ სურთ უწოდონ ძველმოდური, ჩამორჩენილი, კომპლექსიანი, ამიტომ ისინი მოდის შესაბამისად იცვალენ. შედეგად კი ბუნებით წესიერი ქართველი ქალი ტკივილის ფასად მორგებული ნიღბის მიღმა რჩება. ახალგაზრდები არჩევენ სამოს რა უფრო მიხდება. აი ესე ფიქრობენ და რა არის მოდაში. ეს ორი კრიტერიუმი მოდის წინ. ყოფილა შემთხვევა რომ ქუჩაში დაგვინახია ვიღაცა ძალიან მოდურად ჩაცმული, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება იმ ჩაცმულობის ფონზე, რომელიც მას აწვია, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ძალიან თვალშემოსახვედრია მისი უცნაური ჩაცმულობა. შარვალმა ქალი გააუხეშა, დაუკარგა მოკრძალებული ქცევის განცდა. მანერებითა და ქცევებით მამაკაც მიემსგავსა. ქალი ნელ-ნელა გაურწყდა. მამაკაცი კი პირიქით გაქალაჩუნდა. ეს ფსიქოლოგების მიერ ძალიან მკვეთრად არის რეკომენდირებული, რომ არაფერთან შეიძლება რაღაცა აქცენტი გადატანილი იყოს არა შესაბამის მარცხენობაზე, ჩაცმულობაზე. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ სამოსია ადამიანი ორიენტირებული და ისიც სრულიად განსხვავებულ სამოსის ჩევს ყოველთვის, ეს უკვე მიუთითებს, რომ მას აი ამ ფორმით უნდა თავის დამკვიდრება. მე-17 საუკუნეში მოღვაწე ნილოს მირონდინარი ათონელი წერს: ვეღარ მოხერხდება ურთიერთისაგან ქალისა და მამაკაცის გარჩევა. იმდენად შეურაცხი იქნება ფორმა მათი სამოსისა და ვარცხნილობისა. თანამედროვე ქართველი ქალის უნებასა და ჩაცმულობას შორის შეუსაბამობამ გამოიწვია ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დარღვევები. გამომწვევად ჩაცმული ქალის დანახვა განსაზღვრულ ემოციურ განცდას აღძრავს მამაკაცში, რომელიც იწვევს ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების გახშირებულ მუშაობას, ჰორმონების უმიზნოდ გამოყოფას. რადგანაც ეს ხანგრძლივი პროცესია, იგი იწვევს ადამიანის გადაღლას, ცვეთას. არ შეიძლება რომ მამაკაცი მანდილოსანს მიემსგავსოს და მანდილოსანი მამაკაცს შინაგანად და ჩაცმულობითაც რა თქმა უნდა ისინი განირჩევიან. უფალი ესეთ რამეს ამბობს: იყავი ან თბილი ან ცივი, ნელთბილი ნუ იქნებიო. გაურებული არ უნდა იყოს ადამიანი. იმიტომ რომ როდესაც ცოდვა შედის ადამიანში, ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს, მესამე გამოზდის და მუდმივად აი ამ არეულობაშია და ისეთ დაულაგებლობაშია, რომ როდესაც რა მოუნდება შეიძლება ისაკეთოს. თუმცა მადლობა ღმერთს, ეს რწმენის დიდი გამოხატულებაა, რომ ტაძარში მისვლის დროს მაინც ახერხებს მობილიზებას თავისი შინაგანი სულიერი ფიზიკური ფსიქოლოგიური ძალისა და ახადენს თავისი თავის, ასე ვთქვათ, ღმერთის წინაშე ღირსეულად წარდგინებას. ეს არის რაღაცა პიროვნული შტრიხები ხასიათის და ნუ შეიძლება რაღაცა ზედმეტად ექსტრავაგანტულობა ნიშნავდეს რაღაცა გარკვეულ ფსიქოლოგიურ ხასიათობრივ რაღაც პრობლემებს. ადამიანის ქცევა ზედამიდრეკილებებზე დიდი ზეგავლენის გამო ჩაცმულობა არ არის უმნიშვნელო რამ, ამიტომ დიდი ყურადღება გუმართებს მისი შერჩევის დროს. ასევე არსებობს რაღაცა გარკვეული შეხვედრები, რაღაც გარკვეული ისეთი ადგილები, სადაც ადამიანი უნდა იცავდეს ამ ჩაცმულობის ეტიკეტს. ყოველდღიურად შეიძლება სხვანაირად იყოს ადამიანი ჩაცმული და რაღაც გარკვეულად შეხვედრებზე იქნება ეს თუ რაღაც ღონისძიებებზე არ შეიძლება ისევ ჩაცმული იყოს, როგორც ქუჩაში დადეს. ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი და გასააზრებელი. ჩვენს ერს აქვს ძალიან დიდი გემოვნება. ჩაცმის კულტურა არის ძალიან მაღალ დონეზე. მაგრამ ეს გამოიხატება არა იმაში, რომ ჩვენ ზედმეტ რაღაცებს ვიმოსავთ, არა, პირიქით, უბრალოებაშია ეს ჩვენი სიკეთე. მაგრამ მარტო სამოსზე, ასე ვთქვათ, ზრუნვა კი არ მართებს ადამიანს, შინაგან სამყაროზე.
და აი თუ შინაგან სამყაროს მოიწესრიგებს ადამიანი, ბუნებრივია, რომ ის მიდის სამოსის მოწესრიგებულობამდე. ადამიანი უპირველესად სულიერ სილამაზეზე უნდა ზრუნავდეს. შინაგანი სულიერი სილამაზე გარეგნობასაც სულიერ სილამაზეს ჰფენს. საღვთო-მადლის წყალობით ის სხვებისთვისაც შესამჩნევია. ამას გარდა ის ამკობს და აფრწყინებს იმ ულამაზო ტანსაცმელსაც, რომელსაც მადლით აღსავსე ადამიანი ატარებს.